მანამდან გილოცავთ ევანგელ ზეიმს, რომელსაც ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. დიდი მართლის პირველ კვირას დღესასწაულობთ ჩვენ ამ ზეიმს. ეს დღესასწაული დადგენილია ეკლესიის მიერ ნიშნად იმისა, რომ ეკლესია არის მოზეიმი, რომ ეკლესია, რომელიც იმყოფება დედამიწაზე, ყოფობს რეალობაში, მან გამო ისტორიული გზა, რომელიც იყო აღსავსე მრავალი განსაცდელი, მრავალი ჭირით, დევნით, რომ მის წევრებს მაშინაც კი, როდესაც თითქოს უნდა ყოფილიყო მშვიდობა, მაშინაც კი არ ჰქონიათ ეს მშვიდობა და კეთილდღეობა ამ წუთის სოფელში, არამედ ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე იდევნებოდა მართალი სამართლოება, იდევნებოდა სხვადასხვა სახი, ხან კერქაფანისებრების მიერ, ხან მწვალებლების მიერ, ხან კვლავ ქრისტიანების მიერ, რომელთაც არასწორად გაიგეს ესა ის სწავლება სახარებისა თუ საეკლესიო დოგმატი და ამან სხვადასხვა დროს გამოიწვია საკმაოდ დიდი ნებათა ღელვა, რომელსაც მრავალი 1000 ადამიანი სიცოცხლე შეეწირა და იმ დროსაც კი, როდესაც იმპერია თითქოს იყო მართლმადიდებელი და მაგალითისათვის რომ ავიღოთ რუსეთის იმპერია ძლიერი ქრისტიანული და მართლმადიდებელი იმპერია, ეს ასე უწოდებდა თავის თავს, მაშინც ეკლესიის მდგომარეობა არ იყო სახარბიელო, არ იყო გამართული ისე როგორც ეს დადგენილი იყო მოციქულთაგან, ისე როგორც ეს იყო დადგენილი წმინდა მამათაგან, პირველ მამათაგან ეკლესიისა. თავის დროზე გაუქმებული იყო პატრიარქობა ამ იმპერიაში. ეკლესია დაქვემდებარებული იყო სახელმწიფოს და მის ფაქტიურად მის გამგებელად სახელმწიფო მოხელე ობერპროკურორი ითვლებოდა. საქართველოში ღვთისწყალობით სხვაგვარი მდგომარეობა იყო იქამდე, სანამ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის იმპერიას. ამის შემდგომ უკვე საქართველოს ეკლესიამაც გაიზიარა ის ბედი, რაც რუსეთის ეკლესიას ჰქონდა თავის სახელმწიფოში, მაგრამ ეს იყო დაძალადები და უცხოთაგან მოხვეული ძალისმიერი ქმედება. საქართველოს ეკლესია საუკუნეების მანძილზე
იცავდა ღვთის ერთგულებას, იცავდა თავის ერის პალაპოვნისაგან, ასწავლიდა მას ქრისტეს ცნებებს და ეს ყოველივე ხდებოდა უმძიმესი სპერმრის ფასად. რამე თუ სარწმუნოებას და სჯულის დაცვას ეწირებოდნენ საქართველოს ეკლესიის საუკეთესო შვილები, არა მხოლოდ ეკლესიისა, არამედ ერის შვილებიც, რომლებიც თავიანთ თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ სჯულის გამო სიცოცხლეც კი არ დაეშურებინათ და ამან შვა საქართველოში მრავალი მოწამე, რომელთა შესახებ ჩვენ დღეს კითხულობ, რომელთა შესახებ ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიიდან, ვიცით შალვა და ბიძინა ჯოლოყაშვილების ახალციხელების შესახებ ვიცით, შალვა ბიძინა და ელიზბარის შესახებ, დავით და კონსტანტინეს შესახებ ვიცით, შუშანიკის შესახებ ვიცით, ქეთევან დედოფლის შესახებ ვიცით, დემეტრე თავდადებულის შესახებ ვიცით, 100,000 მოწამის ვიცით, იმ ადამიანების შესახებ, ვინც არაბდაში თუ ბრძანიში შეეწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი სჯულის დაცვას. მართლმადიდებლობა და თავისუფლება ამ ქვეყნისა განუყოფელი მცნებები იყო საუკუნეების მანძილზე ქართველი ადამიანისათვის. საოცარია ის ფაქტი, როდესაც კახეთის გამგებელმა სპარსელმა დაიპყრეს, როდესაც სპარსელმა კახეთი და დასვეს ტომით ქართველი, მაგრამ დასპარსებული უფლისული, რომელმაც მოკლა თავისი მამა და ძმა და ქართველებმა მას აპატიეს ეს მკვლელობა, მაგრამ როდესაც მან თავის ძალს, ქეთევან დედოფალს ცოლობაში სთავაზა, პროსტომად მოსხოვა ცოლობა და წმინდა ქეთევანმა მოიწვია კახეთის დიდებულები და უთხრა მან, რომ მე ხალი ვარ და თქვენ კაცნი და უკეთ უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთო ამ უშჯულოებას, სნეულის, აი ასეთ შეურაცხყოფას მოყვა დიდი აჯანყება და მკვლელობა ამ გასპარსებული უფლისწულისა. ასე იცავდნენ ქართველი ადამიანები თავიანთ სნეულობას, რომელიც იყო ღვთის სჯულზე დამყარებული. ღვთის სჯულიდან იყო გამომდინარე ქართველი ადამიანის სნეულობა და ქართველიც, როდესაც
რაღაცას არ გონდა და სწავლობდა ის უცნობდა რომ ის წინაშე არ გონდა ამას და ის წინაშე ინანიებდა თავის შეცოდებას ისაგან ეძიებდა ის შემდგომას და თავის სინანულს უცბელად გამოხატავდა და ამ უცბელობის და ძილ ღებულობდა კიდევაც შემდგომას და ღვთის მოწყალებას და დღეს ჩვენ შეგვიძლია თუ არა დავუცვათ მართლმადიდებლობა შეგვიძლია ჩვენ როგორც ჩვენმა წინაპარმა საკუთარი სისხლით დაამტკიცა რომ ის არის ღირსი ცათა სასუფეველისა რომ ის ჯილდო რომელსაც ქვია ჭეშმარიტი სამწუხაროება ეს ზეციური გამცი ღვთისაგან მოძებული ამ ერისათვის რომ დაუმსახურებლად არ გააჩნია ამ ერს დღეს ჩვენ მოგვეთხოვება თუ არა ამის დამტკიცება კვლავ და კვლავ რა თქმა უნდა მოგვეთხოვება ჩვენ და შეგვიძლია თუ არა რომ დავამტკიცოთ შეგვიძლია რომ დავამტკიცოთ და როგორ დავუაროთ ჩვენი სისხლი ისე როგორც ჩვენმა მოწაფეებმა დავუარეს თუ ვიღაცა იტყვის რომ დღეს ამის საჭიროება არ არისო მინდა გითხრათ რომ ძალიან ახლოს მგონია რომ შორს არის ჩვენგან სულ არის საქართველოს საზღვრებიდან 24 საათისავა მეტი არ არის სადაც ახლა დიდი ომი მიმდინარეობს სირიაში სადაც ქრისტიანებს კი არ პავენ უბრალოდ არამედ საჯარო თავებს აჭრიან საჯარო დაჭრიან თავებს და სხვადასხვა ქვეყნებში იმ ხალიფატის ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებენ და მათი წარმომადგენლები იქაც იგივე საკეთებენ სხვადასხვა სახით და ჩვენ არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება ყვალინდელი დღე მაგრამ ისტორია არ შეცვლილა ჩვენ კვლავ ვართ უმეტესად მუსულმანური ქვეყნების გარემოცვაში და ხშირად ადამიანები არასწორად გებულობენ ისლამის მოთხოვნას და თვლიან რომ უცხო სარწმუნოების ადამიანის მკვლელობით იტყვიდნენ სამოხეს
ყორანი არ ამბობს ამას და ამას არ ასწავლის და ჩვენ პირიქით ცხოვრობდით საქართველოში ჩვენი მუსულმანი ძმების გვერდით არაბების თურქების თუ აზერბაიჯანელების და მშვიდობა გქონდა მათთან და იმედია რომ ეს მშვიდობა იქნება ჩვენ შორის მაგრამ არსებობს ის რეალობაც რომლის საფრთხეს ზოგჯერ ჩვენ ვერ ვცნობთ. რა თქმა უნდა ეს საფრთხე არ არის მარტო საქართველოსთვის, ის ზოგადად ამიერკავკასიას დაემუქრება თუ დაემუქრა ყველას ერთად სამივე ამიერკავკასიის სამივე ქვეყანას, აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც და საქართველოსაც. რა თქმა უნდა და ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება იმედია რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რეალურად დაინახავს იმ საფრთხეს რომელიც არსებობს დღეს სირიაში და არა მარტო სირიაში, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებშიც უკვე იჩინა იგივე ლიბიაში, იგივე აფრიკის სხვა ქვეყნებში და რამდენად იქნება მასშტაბი ამ გავრცელებისა არავინ არ იცის. ფაქტია ისიც, რომ ევროპაში შეაქცია ამ ვირუსმა. და რა უნდა დაუპირისპიროთ ამას? დაუპირისპიროთ ტერორი, რა თქმა უნდა ტერორის დაპირისპირება არ შეიძლება. და დაუპირისპიროთ პირველეს ყოვლისა ცხოვრების სიწმინდე. ის ადამიანები, რომლებიც მოდიან ისლამის სახელით, ისინი შეურაცხყოფილები არიან აღვირახსნილობით, რომელიც მთელს მეყნიერებას მოიგო. ამ აღვირახსნილობით არიან შეურაცხყოფილები. ისინი თქვიან, რომ ამ აღვირახსნილობას ებრძვიან, რომ კაცმა კაცის სახე დაკარგა და ქალმა ქალის სახე დაკარგა. და სხვა გზა ამის შეჩერებისა არ არის გარდა რომ ძალისმიერი, გარდა რომ ამოშანთო ცოდვა და ცოდვილი, მაგრამ ეს არ არის გზა. ეს უფრო ჩიხში შეიყვანს კაცობრიობას. კაცობრიობა უნდა გამორხიზდეს და დაინახოს თავისი მართლა დაცემული მდგომარეობა. დღეს ხშირად ჩვენ მატერიალური
პრობლემები მაქვს საქართველოში. განსაკუთრებულად ახლა ბოლო პერიოდში ეს მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. არ უნდა შეგვეშინდეს. გადავიდათ ამას ჩვენ. აუცილებლად გადავიდათ. ევროპაში არ არის მატერიალური სიდუჯი. იქ ადამიანი ჩვენსავით არ ფიქრობს, აი დღეს ჩემს შვილებს დავაჭამო. მაგას ეს არ არის საკითხი. მაგას იცის, რომ მაგის შვილებია თუ ვინც არის თუ შიმშილი გასაცვლი არ მოხდება და მაგას გასარგა დაუჭრია და შუქს უშუქოდ არ დატოვებენ ზამთარში და არ გაგინავენ. ასე არაადამიანურადაც არ მოიქცევიან. მაგრამ იქ ადამიანები ცნობენ ძალიან დიდ მარტოობას. მარტოობას ცნობენ. მარტოობას გაუქმის ადამიანი. სამწუხაროდ ჩვენშიც იმადა ამ ცნობით ამ ცნობის წინაშე შიშმა ადამიანებში წინათ უფრო კალი იყო ოჯახური და ნათესაური კავშირები, უფრო კალი იყო ეგობრული კავშირები. საზოგადოება თავს მოვადეთ თვლიდა, რომ ვერ შეაბრუნებოდა ადამიანს გასაჭირის შანსს. არა ფორმალურად, არა იმიტომ, რომ ვალდებული იყო დახმარებოდა გაჭირებულს, არამედ გულით უნდოდა ამის გაკეთება. ხშირად უცხოეთში ფორმალისტს აქვს ადგილი. იციან, რომ უნდა დაგეხმარონ, იციან, რომ ვალდებულება არის საზოგადოების დაეხმაროს იმას, ვისაც უჭირს. მაგრამ ვალდებულების გარდა არის კიდევ გულის კილი. და აი გულის კილის არის მოკლებული ზოგიერთი საქმე. გულის კილის მოკლებული და პრინციპი დახმარების არის სტანდარტული მიდგომა, ისე როგორც ყველაფერში სტანდარტული მიდგომა, ერთმანეთს წამლების ჩამონათვალი არის, უბრალოდ 10 წამალი, რომელიც შვედის ამ დაავადებას. შეიძლება მოგიხდეს ამათიდან ერთი, ან არც ერთი არ მოგიხდეს. და მე-11 წამალი შენ მოგიხდეს, ინდივიდუალურად მოგიხდეს, მაგრამ ექიმი მაგას არ დაგინიშნავს, იმიტომ რომ ჩამონათვალში არ არის და მაგას უფლება არ აქვს, რომ დაგინიშნოს ის მე-11 წამალი. იმიტომ რომ მე ლიცენზიას შეიძლება ჩამოართვა და იმას კი არ უყურებს, რომ ინდივიდუალურად შეიძლება მე-11 წამალმა, რომელიც ამ ჩამონათვალში ვერ მოხდა, ის არის შენთვის საქმე. და აი სტანდარტიზაცია ხდება საზოგადოების. სამწუხაროდ აი სტანდარტიზაცია საზოგადოების. თითქოს რაღაცაში კარგი არის, რომ იმიტომ რომ ყველა ერთნაირი, ყველა ერთიფერი, ყველას ერთნაირად, მაგრამ სადღა არის ადამიანი. კი, ადამიანი, ყველაფერი ადამიანს აქვს.
მაგრამ სად ადამიანი იქ თავის ადგილში სადღაც ისე რომ არც არავინ შეაწუხოს, ისე რომ არც არავინ შეწუხდეს ზედმეტად მისთვის და თითქოს კაცობრიობა კეთილშობილებას კარგავს. მეწყვილმა ეს იქცა კაცობრიობა ძალიან დაწვრილმა და აი ამ ყველაფრის ფონზე სადაა საშველი როგორ შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ საკუთარი თავი, როგორ შეიძლება ვიპოვოთ საკუთარი სული. ერთადერთი ასეთი ადგილი დედამიწაზე ეკლესია არის. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში მყოფ ადამიანებს ჩვენ ყველას მრავალი ნაკლი გაგვაჩნია, თვითონ იდეა, თვითონ ცნებები, რითაც ცხოვრობს ეკლესია, ეს ცნებები და ეს იდეა არის ღვთაებრივი, ეს არის ზეციური და ეკლესია ამ ზეციურს თავაზობს ყველა ადამიანს, ვინც მოვა ეკლესიაში. თუ არ თავაზობს ეკლესია ღვთის სიტყვას, მაშინ მას ეკლესიას ვერ უწოდებ. თუ რომელიმე სასულიერო პირი თავის სწავლებას თავაზობს ეკლესიაში, მაშინ მასთან არც უნდა მივიდეთ. აბრეშუმ სულ დღეს ასეთი სიტყვები დაგანი გადაშორეთ ყველას, ვისთვისაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთი არის. ვინცო სხვა განსხვავებულ მოძღვრებას გასწავლიდეთ, ყველას გადაშორეთ. ეკლესია ღვთაებრივს ასწავლის თავის შვილებს. მიუხედავად არასრულყოფილებისა, როგორც ვთქვი, თავისი წევრების, სასულიერო პირების იდეა ეკლესიისა ყოველთვის არის ღვთაებრივი. სად გაიგებ ეკლესიის გარეთ შენ დღევანდელ წუთის სოფელში არ განიგებ ხოლმე, არ გშურდეს, ბოროტებაზე ბოროტებით არ იარგო, რომ ტერიც უნდა გიყვარდეს. რომ რასაც აკეთებ შენი მარჯვენა, შენმა მარცხენამ არ იცოდეს. რომ აპატიე და შენს გეპატიება სად მოისმენთ ამ სიტყვას.
თქვა ლოცველად ეკლესიის გარეთ ამბავს ვინმე ამბობს სამწუხაროდ არავინ არ ამბობს არც ამბობდა და არც იგის იტყვის ლამას იტყვის თითქოს ზნულს მაგრამ მხოლოდ სათავისოს რომ თავი მოიწონოს ან საკუთარი ჭუით ან საკუთარი კაცური სიტყვით ან სხვისი ხილებით ან იმით რომ სხვაზე მეტად სამართლიანია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის საკუთარი თავის წარმოჩენისთვის და ეკლესია აგზელებს თავის მსახურებას ამ წუთის სოფელში და დღესაც ჩვენ შეგვიძლია რომ დავამტკიცოთ რომ ვართ მართლმადიდებლები შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ მსგავსად ჩვენი წინაპრებისა სარწმუნოება რომელიც მოგვეცა ეს დიდი განცი ჩვენ ამას ვიმსახურებთ იმიტომ რომ სათვალ დავიცვათ ის დავიცვათ იმით რომ ღვთის სიტყვას შევასრულებთ პირველი სკოლის დავიცვათ იმით რომ ჩვენ ცხოვრებას ქრისტეს სიტყვის მიხედვით მოვინდომებთ რომ გავმართოთ და არ ვიცით რა იქნება ხვალ თუ მოგთხოვეს სარწმუნოების აღიარება და ჩვენი სიცოცხლის ფასად დამტკიცება ჩვენი მართლმადიდებლობისა არ ვიცი კიდევ ერთხელ ვამბობ ვინ როგორ მოვიქცევთ არ ვიცი ვერავინ ვერ იტყვის ვაჟკაცობას როდესაც სიკვდილს ჩახედავს თვალებში მაგრამ შეგვიძლია კვლავ ჩვენს ჯვარცმულ თვალს ვთხოვოთ რომ შეგვეციოს და მოგცეს იმ ჟამს ძალები რათა დამჭირ მაგისები ერთმა აგუს Christus
რომ მართლმადიდებლები ერთმა ალუცი და განხარებული.